გამარჯობა. ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. კარგი ამბების გვესმის მეგობრებო. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გერმანიის საელჩო საიტზე დღესაც როგორც საქართველოს მოქმედი პრეზიდენტია მოხსენიებული, გამობრძანდა და მორიგი სიბრძნე ბრძანა, რომ ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ. საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა. ბრძენი ქალია სალომე. პირადად მე სანამ ის ამას იტყოდა, ერთგვარი უკმარისობის გრძნობა მქონდა და ვერ ხვდებოდი რატომ. და როგორც კი სალომემ ეს თქვა, მივხვდი თუ რაში ყოფილა ჩემი დეპრესიისა და უძილობის მიზეზი. ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ საქართველოში, დიახ. როგორც კი ახალი პარტიები გამოჩნდება, ყველა დავმშვიდდებით და გავნათთებით. როგორც ამბობენ, საქართველოს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე პოლიტიკური პარტიების პროცენტული რაოდენობით პირველ ადგილზე დგას, მაგრამ ეს თურმე არ ყოფილა ჩვენთვის საკმარისი. უფრო მეტი პარტია გვინდა რომ იყოს, დიახ, და დღეს თუ 200 პარტია, გაიცათ 300 უნდა იყოს, მერე 400 და ასე შემდეგ უსასრულობამდე. თანაც არც ერთი მოქალაქე არ უნდა დარჩეს უპარტიო. კანონსაც მივიღებდი, რომ ვინც რომელიმე პარტიაში არაა გაწევრიანებული, მას მზარდი ჯარიმა უნდა დაეკისროს. ჩვენ ხომ ჯარიმები გვიყვარს, არა? საინტერესოა და ერთი ადამიანი 2, 3 და მეტი პარტიის წევრი რომ იყოს, ეს არაა აკრძალული და თუ არაა აკრძალული, ესე იგი დაშვებულია. და მაშინ პირადად მე რამდენიმე პარტიაში გავწევრიანდები და მთელი დღე ვიქნები გადარბენაზე. დილით სიტყვაზე გავიქცევი სოციალისტ დომინიკანების შეკრებაზე. ნაშუა დღეს მოსიარულე ლეიბორისტების სექტორის ხდომას დავესწრები. ნასადილებს ანარქო-მონარქულ ცენტრისტულ კონფერენციაზე მხურვალე სიტყვით გამოვალ და საღამოს კი ტრადიციისამებრ რუსთაველის პროსპექტზე ერთიან ნაცებთან ერთად მიშას რუსულ ტყვეობას გავაპროტესტებ. დიახ, პარტიები მიდიან და მოდიან, მხოლოდ მიშას რუსული ტყვეობა დარჩება სამადარდისო. ისე კი ამხელა ქალია ეს ჩვენი სალომე. ამხელა მე ახლა ასაკს არ გულისხმობ. მე მის საზოგადოებრივი ცხოვრება მოღვაწეობის გამოცდილებაზე ვაკეთებ აქცენტს და ამხელა გამოცდილების ბუმბერაზე ადამიანია ეს სანახევროდ ჩვენ და სანახევროდ საფრანგეთის სალომე და ნუ იმდენს ვერ ხვდება რომ ახალ პარტიას რომელსაც ქმედითი უნარი ექნება რამე გავლენა რომ მოახდინოს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ბევრი ფაქტორი სჭირდება და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია ფული. კარგი, ვთქვათ, ფული ვიშოვეთ. მერე გვინდა და ესე ძალიან მნიშვნელოვანია იდეა. და ეს იდეა უნდა განსხვავდებოდეს სხვა პოლიტიკური იდეებისგან. ამას სხვანაირად ხალხის მასებს ვერ მოვიზიდაოთ, ხომ ასეა. ისევ რუსული ზახილი რომ დაიწყოს ახალმა პარტიამ ეს ფულის ტყუილი გადაყრა იქნება. ამ სიაბანდომან ვერ გაამართლა და მიგვირს რატომ არ ცვლიან უკვე მოქმედი პარტიები ამ დურაკულ გზავნილს. რუსეთისგან მტრის ხატით ჩვენი მოსახლეობის დაშინების იდეას. დიახ, რუსეთი მტერია და ვინ არ არის მტერი? თან ცნება მტერი პოლიტიკაში ძალიან არაერთგვაროვანი გაგებაა. ის ვინც დღეს პოლიტიკურ ჭრილში მტრად ითვლება, ხო შეიძლება პარტნიორი გახდეს, ზეგ მეგობარი, მაზეგ ძმა და მერე კი ისევ მტერი. აზერბაიჯანის სომხეთის მაგალითი ამის დასტურია. სხვადასხვა დღევანდელი მოსისხლე მტრები ისრაელი და ირანი ერთდროს საკმაოდ კარგად ურთიერთობდნენ როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და ვინმე ძლიერ ამა ქვეყნისას რომ არ მოენდომებინა მათი დაპირისპირება, შეიძლება დღესაც მშვიდად ეურთიერთათ. ასე რომ ეს ორი ქვეყანა თუ ერთმანეთს არ გაანადგურებენ, სრულიად შესაძლებელია რომ მომავალში ისევ დასხდნენ ერთ მაგიდასთან. დაემოხდეს ასე. ხო, რას ვამბობდი? ხო, იმას რომ პოლიტიკურ დევიზად რუსეთის მტრად გამოცხადება თავის შედეგს არ გამოიღებს. რამე ახალი გვინდა. მაგრამ ესაა ყველაზე რთული რამე ახალის გამოცხადება. თანაც ის ახალი ნამდვილად შესრულებადი უნდა იყოს ხალხმა რომ დაგიჯეროს.
იმის თქმა, რომ ერთად დავდგეთ, რათა უცხო პლანეტელების შეტევა მოიგერიოთ, ეს გადამეტებული იქნება. თუმცა ხალხი გულუბრყვილოა. შეიძლება ამდაგორმა იდეამაც გაჭრას. ერთად გადავეღობოთ უცხო პლანეტელებს და არ მივცეთ საშუალება ნეპტუნელებს ნაფეტვრებში მფრინავი თევზების ქარხნის მშენებლობისა. მაგრამ ამავე დროს საპირისპიროდაც იმის თქვა შეიძლება, რომ ნეპტუნელები ბევრ სამუშაო ადგილს შექმნიან და მტერსაც კი მოინადირებს ტურფა საქართველო. არ ვიცი, რამდენად მართებული იყო ახლა ეს ბოლო ფრაზა, მაგრამ არა უშავს. მთავარია რაღაც თქვა და რა თქვი, ამას უკვე ხალხი გაშიფრავს. ასე რომ გერმანიის საელჩოს აზრით საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოგვიწოდებს საზოგადოებას ახალი პარტიების შექმნისკენ. კარგი, შევქმნათ, მაგრამ მოდი ჯერ ძველები გავაუქმებთ. მე პირადად დიდი სიამოვნებით გავაუქმებდი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. სხვადასხვა მის გაუქმებას დამპირდა ჩვენი ხელისუფლება და მეც ამას მოუთმენლად ველი. მაგრამ როგორც ბოროტი რუსული ენები ამბობენ, обещанного 3 года ждут. ანუ დანაპირებს 3 წელი ელოდებიან. მაგრამ ამას ხომ ბოროტი რუსული ენები ამბობენ და ჩვენ ხომ არ ვუჯერებთ ბოროტ რუსულ ენებს. ასე რომ ხელისუფლებაო, დამპირდი, გააკეთე. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.